ხარ ჩემთან არ ჩანს რა, აი გამოჩნდა. მოგესალმებით. სამწუხაროდ წინასწარმეტყველება ამიჩნდა, რომ ანატოლიძე ყავდა და ეს ფიჩი ჩამოყალიბდეს, რომ ერთ ამბობს, მეორე ამბობს, რა არის სტრატეგია, მოკლედ დავიწყოთ ფიჩის პოზიციით. რაზე ჩამოყალიბდა მითხარი? მე ჩვენ მგონია რომ ჩამოყალიბებულები ვართ და ყველანი ერთ და იგივეს ლაპარაკობთ რეალურად. ამიტომ თუ მე მეუბნება რომ ერთ-ერთს ლაპარაკობს მეორეს, რა უნდა მითხან რასთან შედარებით ლაპარაკობ მეორეს. და რა კონკრეტულ ნაწილში, თორე ისე იდეაში ჩვენი პოზიცია მეგონი თავიდანვე გასაგები იყო კირჩი არის, ავიცი ოპოზიციის ძლიერების და ერთად ყოფნის მომხრე. ჩვენ ყველა ნაბიჯი, რაც გადაგვიდგამს პოლიტიკურად ბოლო თვეების განმავლობაში, გადავდგით ამ მიმართულებით სულ და არავისთვის არასოდეს 1%-ის საფუძველი სხვანაირად ფიქრის ჩვენზე არ მიგვიცია. აქედან გამომდინარე დღემდე გირჩი რჩება ამ საერთო შეთანხმების ერთგული, რაშიც მონაწილეობს და ყველა ჩვენი მოქმედება ზოგადად ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული, რომ აი ამ ერთობას ვცემთ პატივს. ეხლა გადავიდეთ გუშინდელ შეხვედრაზე, იქ საუბრებზე და ასე შემდეგ. რა იყო ისი მომცემია, რა პერსპექტივა აქვს ამას, რა მესიჯები იყო? გულისხმობთ ამერიკის საელჩოს შეხვედრაზე. მე არ ვესწრებოდი ამ შეხვედრას, მაგრამ რაც ვიცი და რაც შემიძლია ვთქვა ამ შეხვედრის შესახებ არის ის, რომ ლაპარაკი, დისკუსია დაიწყო პრობლემაზე და მხარეები აღიარებენ, რომ არსებობს არ ისინი არიან რაღაცნაირ პოლიტიკურ კრიზისში, ესე რომ ვთქვათ, სიტუაცია არის ძალიან დაძაბული, რომელიც უნდა განიმუხტოს მოლაპარაკების შედეგად. ჩემი აზრით ეს ცოტა არ არის, თუმცა სანამ მეორე შეხვედრა ჩაინიშნება და მისი შედეგები არ გვეცოდინება, ახალს ამ თემაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. რა შესთავაზეთ ოპოზიციამ, რა კომპრომისული ვარიანტები შესთავაზეთ, რა ვარიანტები დავუყარეთ? ჩვენი მოლაპარაკები, ჩვენი შეთავაზება, ოპოზიციის შეთავაზება ზოგადად მე მგონი ცნობილი არის სადაც საზოგადოებისთვის, ახალი და სიურპრიზები თუ არ ვწდები არაფერი არ ყოფილა, მაინც არ მინდა რომ თავი დავდო, იმიტომ რომ ზოგადად ამ შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან ხარები თავს იკავებენ თქვენ როგორც იცით, მაგრამ თვისობრივად ახალი არაფერი ჩემი აზრით არ იქნებოდა გარდა იმისა, რაც მედიაში ჟღერდება სხვადასხვა მხრიდან. ამ წუთის მოსამართლედ. როდის შეიძლება ველოდეთ მეორე რაუნდს იქნება თუ არა ეს ამ კვირის ბოლომდე და რამდენად არსებობს რესურსი, რომ ორივე მხარეს გაკეთდეს რაიმე კომპრომისი და კონსენსუსამდე მივიდეს როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება. ვფიქრობ ამ კვირის ბოლომდე იქნება მეორე რაუნდიც. ჩემი აზრით უბრალოდ ჯერთ არ აღარ არის ცნობილი, მაგრამ რატომღაც მგონია ხო ველაპარაკები. ხო. ამიტომ ავიც იქ მე მგონი იქ ახალი არაფერი დასამატებელი მაინც არაფერი არ არის და მეორე ნაწილი არ იყო თქვენი კითხვის. კონსენსუს რესურსი რამდენად არის? ორივე მხარემ რაღაცა უნდა დათმოს. მე რა განცდაც დამრჩა იმ ადამიანებისგან, ვისთანაც კომუნიკაცია მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. ცუდი ჩვევა მაქვს, ესე იგი ველაპარაკები იმას, ვინც კითხვას მისვამს. მე ვისაც ველაპარაკები, ზოგადად ადამიანები ამას უყურებენ მთელი ოპტიმიზმით, არა გადაჭარბებულით და იმით, რომ ნამდვილად რაღაც გამოსავალს ვიპოვით. არა ასე, მაგრამ მთელი ოპტიმიზმით, იმიტომ რომ რაღაცნაირად იქ საუბრის ტონალობა და ზოგადად გარემო იყო ისეთი სადაც ყველა მხარე, ასე თუ ისე მათ შორის პატივცემული ფასილიტატორებიც ამჟღავნებდნენ კეთილგანწყობას და იმედს იმის შესახებ, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ორივე მხარემ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას. თქვენ ოპოზიცია რა ნაბიჯზე ხართ წამსვლელები, რის დათმობაზე ხართ წამსვლელები? მე მგონი ეს არ არის ის ფორმატი, სადაც მე უნდა ვთქვა ოპოზიციის სახელით რა დათმობაზე წავალთ იმ მოლაპარაკებაზე, რომელიც ძალიან ისეთი ნაბიჯი და დაძაბულად მიმდინარეობს. მოლაპარაკებაზე როცა ჯდები, ჩემი აზრით ყველა მხარე არის მზად იმისთვის, რომ რაღაცა დათმოს, მაშინ სხვანაირად ულტიმატუმია. ზოგადად მე ესე უყურებ მოლაპარაკებაზე, თუმცა მე არ შემიძლია ვთქვა ვინ რის დათმობაზეა წამოსვლელი. ამიტომ ამაზე მე მგონი ჩვეულებრივად უნდა მივიდეთ, პროცესი გვაჩვენებს. სულ რამდენიმე დღე დარჩა მეორე ტურამდე. შესაბამისად ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, რომ ჩაერთოთ მეორე ტურში. გეთანხმებით. აი ამ მეორე ტურის ალბათობაზე რომ ითხრათ თქვენი პოზიცია. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ წარმატებული იქნება ის მოლაპარაკებები, რომელსაც ახლა ვიმყოფებით. თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებულია, მისი წარმატების ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება ის, რომ ოპოზიცია რაღაცის გამო არ ვიცით,
ოპოზიცია შედის მეორე ტურში. აი ეს კიდევ ერთხელ დაასუსტეთ. მეორე ტურში ვის გამო შევა ოპოზიცია? აი ეს ამის თქვა ახლა შეუძლებელია ამ ფორმატით. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკების საკითხია, პროცესია, მაგიდასთან დასაჯდომი და სალაპარაკო საკითხია და ჩემი აზრით ამ გამოსამლავდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდნენ მხარეები. ჩვენ თავიდანვე ვთქვით და ეს განსხვავებული იყო ოპოზიციის მოთხოვნისგან მათ შორის, ჩვენ რასაც ვამბობდით, რა შემთხვევაში შეიძლებოდა მეორე ტურზე გასვლა. ეს იქნებოდა პირველი ის, რომ პირველი ტურის შედეგები ყოფილიყო დაახლოებით ისეთი გადათვლების და საჩივრების განხილვების და უქმების, რა ვიცი, რაღაცების შედეგად, რომ არჩევნების მეორე ტურში გამართულიყო მთავარი ბრძოლა იმის შესახებ, თუ ვის იქნება ხელისუფლება. შეიძლება პარალელური დათვლის შედეგები იყოს კომპრომისზე შეთანხმების გზით, რაიმე ისავს უკასავით არის ეს პარალელური დათვლის შედეგები, შეიძლება ამით იხელმძღვანელოთ მოლაპარაკებების დროს. იცი როგორ კითხვას მისვამთ, რომ არც კი და არც არა არ იქნება სწორი პასუხი, გესმით, იმიტომ რომ რა ვიცი, ხო შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ შეიძლება ამით იხელმძღვანელონ. ხო შეიძლება რომ ვერ შეთანხმდნენ. ორივე შეიძლება იყოს, გესმით. უბრალოდ მე ჩემგან ნათქვამ ამ სიტყვას მნიშვნელობა არ ექნება, იმიტომ რომ მე მარტო არა ვარ ამ მოლაპარაკებებში. ამ მოლაპარაკებებში არის ოპოზიცია და ჯერ მაგ ეტაპამდე არ მისულა მოლაპარაკების პროცესი. მე ფიზიკურად ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თქვენ კი არ გიმალავთ რამეს. ფიზიკურად ოპოზიცია ამას ჩემთან საუბარში კი არ იტყვის, რომ ასე დამას დავთანხმდნენ, არ დავთანხმდები. ამას იტყვის მოლაპარაკების მაგიდასთან. შეთავაზებული მე არ მგონია რომ ეს ოპოზიციის მხრიდან იყოს შეთავაზებული, მე მგონია რომ ასეთი შეთავაზებები ახლა იქ ცოტა სხვანაირი ფორმატით გაიმართება, რაღაცნაირად ლაპარაკში უნდა გამოიკვეთოს და ეს დამაჯერებელი უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ მივედით აქამდე. აი რაღაცნაირად მხარეები ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ და იციან რას რატოს თავაზობენ ვიღაცეებს. ანუ ეს არ არის პრეს-კონფერენციებზე სალაპარაკო საკითხი. ეს პრინციპული საკითხია, რომ მართველი გუნდი არ დარჩეს უმრავლესობაში. ეხლა მეორე ტურის შედეგები არ იძლევა იმის შესაძლებლობას მეორე ტური, რაც არის დარჩენილი, არ იძლევა. შესაბამისად, თქვენი პრინციპულ საკითხად რჩება თუ არა პირველი ტურის შედეგების გასწორება. კი, რასაკვირველია. რასაკვირველია, ჩვენთვის რჩება, წარმოიდგინეთ, რა რჩება ჩვენთვის პრინციპულ საკითხად. ამ არჩევნებს გააჩნია ლეგიტიმაციის პრობლემა. ანუ ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები გაყავდა და ყველა პოლიტიკური პარტია ამაზე შეთანხმებულია. გასაგებია, რომ ყველამ შეიძლება ვერ გამოხატოს ყველასთვის დამაჯერებელ ენაზე. მაგრამ ის, რომ პარლამენტში გასული 8 ოპოზიციური პარტიიდან პარლამენტში არც ერთი არ შედის, ეს არის ძალიან მკაფიო და გასაგები სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველანი შევთანხმდით. ახლა თუ ყველა შეგითანხმდა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბებულია, შენაც არ უნდა გეგონოს როგორც ჩაატარე, ხო გასაგებია, რომ ამ არჩევნებს პრობლემები გააჩნია, შენს გარდა არავინ არ ენდობა. აი ჩემი აზრით ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ ამის გასწორება უნდა მოხდეს რაღაცნაირად. ამის გასწორება ზუსტად რამდენი პროცენტით მოგვყარეს ხმები, მე ეს არ ვიცი. ვიღაც შეიძლება ამბობდეს, რომ მოგვყარეს 20%-ით, ვიღაცა 25-ით, ვიღაცა 15-ით, ვიღაცა 5-ით. ჩემთვის ამას ახლა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მერისის მჯერა არის, რომ იმ დონეზე მაინც გაყავდა, რომ პირველ ტურში ვერ გადაწყდებოდა არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა. ამას ახლა ძალიან დაბალი პროცენტები ყოფილა სიტყვაზე. აქ შეიძლება სხვა არჩევნების შემთხვევაში ჩარევა არჩევნების შედეგებზე უფრო ნაკლებ გავლენას ახდენდა, იქიდან გამომდინარე, რომ 3 და 5% არ იყო გადამწყვეტი. მაგრამ როდესაც პროპორციული არჩევნები ამ დროს ეს ხდება გადამწყვეტი და ამ ფაქტორმა ეს ამ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა შეუქმნა. ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების თავში არ გაქრეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი აქვს. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, სადაც ადამიანები თვლიან, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს, წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ საერთოდ სხვანაირი ქვეყანა გვექნება და ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ 30 წელი გვქონდა ხელისუფლების შეცვლა შეგვეძლო მშვიდობიანად, იქნება პრობლემური. მე მინდა ეს გადავარჩინო. ამიტომ მინდა რომ მეორე ტურშიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდეს ოპოზიცია, როდესაც გასაგები იქნება, რომ ხელისუფლებასაც აწუხებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და ის რაღაცას აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რა შემთხვევაში შევაგიჩი პარლამენტში? გირჩი პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში, რაც ჩვენ თქვით თავდაპირველ ეტაპზე და მეორე კომპრომისის შემთხვევაში, რომელიც ახლა მოლაპარაკების შემთხვევაში შედგება. აქ რაზეც შევთანხმდებით ოპოზიციასთან და ფასილიტატორებთან და ხელისუფლებასთან, ისე მოვიქცევით. ეს იმას არ უკავშირდება ჩვენ ადრე რა ვთქვით. ეს უკვე ლაპარაკის საგანია, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით არაფერი რო არ იქნას და გირჩმა რაც თქვა ის რო შესრულდეს თავის დროზე. კი, რა თქმა უნდა, გირჩი სულ მარტოც რო იყოს შევა პარლამენტში. უბრალოდ ის შესრულება ხელისუფლებას არ უნდა, თორე სხვა ოპოზიციაც შევამოწმოს. თქვენ ხართ სხვა პოლიტიკური სუბიექტი. წეღან თქვი რომ ჩვენ რეალურად არ ვიცი რამდენი მოგვყარეს და რამდენი მივიღებო.
ასევე არიან ის პარტიები. როგორ უნდა გასწორდეს, რომ ეს 9 კმაყოფილი იყოს და თქვას, რომ კი, მე ის დამიწერეს, რაც მივიღე. ეს ბუნებაში როგორ არის? მე გეტყვით, მე რაზე შემიძლია კომპრომისს, რა კომპრომისზე შემიძლია ვიბრძოლო ოპოზიციაში, იმიტომ რომ მე ამისი მჯერა და ვფიქრობ, რომ რისიც მჯერა, ის ოპოზიციაშიც უნდა ვიბრძოლო და ხელისუფლებაშიც. ამის და თუ ხელახლა არ გადავითვლით არჩევატარებთ არჩევნებს. იმის თქმა, ვინ რამდენი პროცენტი მიიღო ზუსტად გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში ბუნებაში არის შეუძლებელი. ამის ზუსტი კრიტერიუმები არ არსებობს. შეიძლება არსებობდეს კომპრომისული ვარიანტი, მე არ ვიცი, გადათვლა და ასე შემდეგ, რასაც ამბობენ და ოქმის შესწორება და სასამართლოში დავა და ასე შემდეგ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ზუსტი ციფრი ამისი აღარ გვეცოდინება, ჩემი აზრით. ახლა საუბარი არის იმაზე, როგორ შეიძლება არსებული ჩიხიდან გამოსვლა, რომელიც იმის გამო არსებობს, რომ აი ასეთი არჩევნები გვაქვს ჩატარებული. კომპრომისულ ვარიანტად ჩვენ რაც ვთქვით, იყო ის, რომ მოდი მეორე ტურში გადაწყდეს არჩევნების ბედი. ისე ქენით, არ ვიცი ის ტექნიკურად როგორ შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ ისე იყოს, რომ მეორე ტურში მოხდეს არჩევნების ბედის გადაწყვეტა. მაგრამ რაც უნდა მოხდეს არა, შეიძლება მართველი გუნდით დარჩეს უმრავლესობაში არჩევნების შედეგად, უბრალოდ ეს ამბავი დარჩება თუ არ დარჩება, წყდებოდეს არა პირველ ტურში, არამედ მეორე ტურში. პირველ ტურში თუ გადაწყვიტე ეს და იმდენად გააყალბე, რომ პირველ ტურში გადაწყვიტე, მეორე ტურში რაზე გავიდეთ? ანუ რაზე პირველ ტურში წაიღე მოგპარე არჩევანი, მეორე ტურში სისულელეა, ხო? მეორე ტურში აღარ გააყალბებენ? არა, ეს სხვა ლაპარაკის სხვა ნაწილია. ანუ კომპრომისის ერთი ნაწილი არის, რომ გააყალბებ თუ არ გააყალბებ, უკვე იმდენად გააყალბე, რომ აზრი არა აქვს. ამიტომ მოდი პირველი ნაწილი გავიაროთ იმისი, რომ ჯერ ეს გაყალბებული რაც არის, იმის აღმოფხვრა რამდენად არის ტექნიკურად შესაძლებელი და მე ვილაპარაკოთ იმაზე, მეორე ტური რანდობის ფარგლებში ჩავატაროთ. ხელისუფლებასთან რაზე შეიძლება ვილაპარაკო, მე მგონი მაგ კითხვაზე ცენ პასუხს მას შემდეგ რა შემოვედი, ამიტომ რა ნაწილი დავაკონკრეტო, მითხარით და იმას დავაკონკრეტე. სრულად თქვი უკვე თუ რამე კითხვა გაქვს, რა ნაწილი გაინტერესებთ იმას იცით რა გითხარით, რომ აი ტექსტში თქვენ არ გითქვიეთ თუ დაკორექტირდა ის მეორე ტურში მივიღებთ მონაწილეობას, რა შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეგრო გითხრათ. გეტყვით. ანუ მაგას წეგან მგონი ხსნიდი. ნახეთ, ჩვენ მქონდა ესეთი მოთხოვნა, როცა ოპოზიციის მოთხოვნა იყო ხელახალი არჩევნები, ჩვენ მაშინ დავაყენეთ ესეთი უცნაური მოთხოვნა. ამ მოთხოვნის შინაარსი იყო ასეთი. ვინაიდან არჩევნები გაყალბდა და არ ვიცით ეს რამდენად გაყალბდა, ჩვენ გვჭირდება ანუ ჩვენ რაღაცნაირად ეს არჩევნები რაც ჩავატარეთ, იმის რაღაცნაირი ლეგიტიმაცია უნდა მოვიპოვოთ. თუ ამას არ მოვიპოვოთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ ანუ ყველანი ვამბობთ, რომ 9 პარტია ვიძახით, რომ არა ლეგიტიმურია და ამაში გვიწევს ცხოვრება. ლეგიტიმაციის მოპოვების ფორმა, რაც ჩემი აზრით იმ წუთას მე წარმოვიდგინე, იყო დაახლოებით ვეთანხმები საკუთარ თავს თუ გირჩს. ჩემი იდეა არ არის გირჩი შეიტანა, მაინც. ანუ წარმოვიდგინეთ, რომ ხელისუფლება ატარებს ახალ არჩევნებს, ოღონდ 1 წლის ფარგლებში, მას შემდეგ რაც სიტუაცია ოდნავ ჩაწყნარდება. ვინაიდან დღეს ტემპერატურა დუღს და ფაქტობრივად არ არის წინა საარჩევნო გარემო. ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩევნებს, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც ხელისუფლება ადამიანებმა შეიძლება ხელისუფლების აზრით აღიქვან, რომ ხელისუფლება ისე დათმობაზე წავიდა, რომ ესე იგი ხელისუფლება გადააბარა. შესაძლოა ჩიხია. აქედან გამოსავალი არის ის, რომ პირველი ტურის შედეგები გასწორდეს ისე, როგორც არჩევნები სასამართლოთ ისე ოქმების გადათვლით თუ ასე შემდეგ, რომ მეორე ტურზე მისვლას ჰქონდეს აზრი. და ამავდროულად იქნას ნათქვამი, რომ ამის გამოსწორება, რაც პირველ ტურში ჩავიდინეთ, 1 წლის განმავლობაში, არ ვიცი, გაზაფხულზე როდის იქნება, 1 წლის განმავლობაში ახალი არჩევნების, ანუ ხელახალი არჩევნების, ვადამდელი არჩევნების, სადაც ყველა მონაწილეს სახის შენარჩუნების საშუალება ექნება, ჩატარებით გახდეს შესაძლებელი. ანუ ისაც ახლა დავარღვიეთ 1 წლის ფარგლებში გამოვასწოროთ, მაგრამ მანამდე რომ სიტუაცია რაღაცნაირად დაიკლოს, მეორე ტური ამ პირობებით ჩავატაროთ, რომ თუ გასწორდება ისე რომ მეორე ტურში იქნება მთავარი ბრძოლა თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, მაშინ მე მგონია რომ გირჩი შევა პარლამენტში და სხვა ოპოზიციაც შევა პარლამენტში. ხვალინდელი აქციისთვის როგორ ემზადებით, რა ვიცი, აქციაზე ვაპირებთ მისვლას. სხვანაირად მე როგორც წესი მე არა ჩვენ გირჩი არ ვართ ის პარტია, ჩვენ გირჩი არ ვართ ის პარტია, რომელსაც ხალხი ჩამოყავს რამე საქმეზე, ზოგადად ესე სამიტინგოდ რუსთაველზე. ჩვენ ეს არასოდეს არ გავუკეთებია და არც მომავალში არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. მაგრამ ზოგადად ჩვენს მხარდამჭერებს
იმ აქციებზე, რომელიც ლეგიტიმურად მიგვაჩნია და სადაც მიგვაჩნია რომ მოთხოვნა სწორია, ყოველთვის ვთხოვთ რომ მოვიდნენ. ის ჩვენ თვითონ არ ვაორგანიზებთ, ჩვენ მხოლოდ ვთხოვთ ადამიანებს რომ მოვიდნენ, სადაც ჩვენ ვართ. როდის აიგეთ რომ მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო თქვენსა და ხელისუფლებას შორის და საიდან იყავით ინფორმირებული გაკითხებით რომ იყო ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა, სადაც საუბარი იყო რომ დიალოგი არ შედგება, თუმცა ჩაინიშნა მოულოდნელად შეხვედრა თქვენსა და ხელისუფლებას შორის და ვინ გითხრათ და საიდან იყავით? თან ვაშეძე თქვა რომ ჩაიშალაო ფასილიტატორებთან ერთად დიალოგი რომელიც მომზადებული იყო და ეს ექსპერიმენტად ну, არ ვიცი, ზანერად ხდება, მე მგონი შეუძლებელი ამბავია, ხო, რაღაც მომენტში ფასილიტატორებმა გადაწყვიტეს ჩარევა ამ კონფლიქტში. მანამდე არსებობდა ცხადია, ხელისუფლებაც უშვებდა მესიჯებს, რომ ფასილიტატორების მეშვეობით მიაჩნდა ამის სწორი გადაწყვეტა და ოპოზიციაც. და რაღაც მომენტში ფასილიტატორებმა გადაწყვიტეს შეხვედრის ორგანიზება. გავიგე რა ვიღაცა მითხრა, რომ შეხვედრა ჩაინიშნა. ჩემთვის არ დაურეკავთ. აი ამ მოკლე პერიოდში თქვა, თქვენი სამოქმედო გეგმა როგორი იქნება, აი იგივე აქციების ნაკედა არ თქვენს პარტიაში მოლაპარაკებით თუნდაც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ რა გაქვთ გეგმაში, რას გააკეთებთ აქციების სახით აქტიურად გუშინდელ შეხვედრას მე ველოდებით შემდეგ შეხვედრას, ან ყველაზე ისეთ სასაც ვაკეთებთ ეგ არის. მანამდე ვეცდებით რომ ოპოზიციაში კიდე გავიგოთ ყველას პოზიციები, რაღაც ხوار შეიცვალა, ანუ გადავხედოთ ყველამ საკუთარ მოსაზრებებს. მართლა რა შეიძლება იყოს, რაღაცა საერთო პოზიცია რა შეიძლება იყოს ოპოზიციის პირობითად, ვინმე სხვა რა აქვს რაღაცა ესეთი წუხილები და რამე სხვა ხوار მიაჩნია, სწორად შეიძლება ეს გადავხედოთ, მოვისმინოთ ალბათ ერთმანეთის მოსაზრებები. სხვა ამ წუთას მე მგონი ისიც არაფერს არ ვფიქრობ, მე მგონია რომ წინასწარ დაგეგმო ახლა ამ სიტუაციაში რას გავაკეთებთ, თუნდაც ორი დღის მერე. არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ჩვენს თვალწინ სიტუაცია ელვისის სწრაფით იცვლება. ერთადერთი რაც მე მგონია სწორი, რომ დავჭეთ ადეკვატური სიტუაციის მიმართ, დავაკვირდეთ ყურადღებით ყველა დეტალს და ვიმოქმედოთ შესაბამისად. თუ მეორე ტურამდე ვერ მოხდა შეთანხმება და დარჩით იმ პოზიციაში დაკავშირებასაც ახლა ხარ. მეორე ტურისთვის როგორ ჩაერთვით? თქვენი გეგმა რა არის? ბლოკირება, პარალიზება რაღაცა. რას აპირებთ მეორე ტურზე? არ ვიცი რა, ანუ რაღაც სხვადასხვა იდეები არსებობს. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი აქციის იდეა, თუ მეორე ტურზე შეუთანხმებლად გავედით. მშვიდობიანი აქციის იდეა დისტანციის დაცვით ჩუმად ადამიანები ქალაქის ქუჩებში გამოდიოდნენ და ჩუმად დგებოდნენ და უყურებდნენ საკუთარ თანამოქალაქეებს, რომლებიც არჩევნებზე მიდიან და ქართულ ოცნებას არჩევნებს ბრჭყალებში უправებენ. იმიტომ რომ თუ მეორე ტურზე ოპოზიცია არ გადის, ესე იგი ჩვეულებრივად ხელისუფლებას მიყავს ხალხი ადამიანებისთვის მოპარული არჩევნების გასაправებლად. ჩვენ ეს გვინდა მშვიდობიანად ჩუმად ერთ ადგილზე დგომით და არჩევნებზე მიმავალი ადამიანების თვალებში ყურებით გამოყავაბლობის. მშვიდობიანობას დავაკონკრეტოთ, ცესკოსთან ბოლოს როცა იყო აქცია. ჩვენ ხვები დავინახეთ და მიუხედავად ამისა ოპოზიციის წყალიც. ხო, წყალიც დავინახეთ, მაგრამ წყლამდე იყო ხვები. აი მაგაზე კამათი მიდის პირველი რომელი იყო. ანუ თქვენ ამას მშვიდობიან აქციას აფასებს და ცესკოში რომ არა. არანაირი, ანუ მე არ ვიცი ის რა ფორმით იყო, მე იქ აქციის მონაწილეებისგან დაშავებული ადამიანები არ მინახავს, მე იქ ვნახე პირიქით. კორონა პანდემიის დროს ღამის 11 საათზე გაწუწული ხალხი. მათ შორის მე გადავრჩი იქ ვიყავი, მაგრამ არ მომხვედრია წყალი, მაგრამ ჩემი პარტიის ლიდერი ბატონი ზურაბ ჯაფარიძე გაწუწული იყო მთელი ღამე. და ზოგადად კიდე სხვაებიც, სხვა ადამიანებიც. ამიტომ თუმცა ეს აქცია არ იქნება ესეთი, ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება აქცია, სადაც ადამიანები მშვიდობიანად ერთმანეთთან დისტანციის დაცვით, ხაზგასმით დადგებიან ჩუმად და არ იქნება არანაირი მიტინგი, სიტყვით გამოსვლა, არაფერი ისეთი, რაც ჩვენ გვინახავს, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ახალი აქცია, ანუ გაპროტესტების ახალი ფორმა დავგეგმოთ. ჩუმად მდგარი გაბრაზებული ადამიანები, რომლებსაც არჩევნები გაქვს. რა შეგეცილოდებით და როგორ შეგეცილოთ ზოგადად ამ არჩევნებისგან? ამ არჩევნებისგან მე ზოგადად ველოდებოდი კოალიციურ მთავრობას, ჩემი აზრით. ამ ყუთის გახსნა რას ველოდებით ბოლო შედეგიდან ამაზე პროგნოზირება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ეს დამოკიდებული არ არის არაფერზე გარდა იმისა, თუ რას გამოაცხადებს ხელისუფლება. რა საჩუქრის ახალაზრდა ზუსტად იგივე. მე სამწუხაროდ ამ ქვეყანაში თქვენ არ ვიცით ჩემი მოსაზრება იცით თუ არა, მაგრამ თავარი პრობლემა ამ ქვეყნის მქონია, რომ აქ არ არსებობს ადგილი, სადაც თუან მართლის გარჩევა არის შესაძლებელი.
ამ ესეთი ადგილი საქართველოში არასოდეს არ გვქონია და ეს არის ყოველგვარი უსამართლობის და ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში. შესაბამისად, საჩივრების განხილვის შედეგადაც არაფერს არ ველოდები გარდა იმისა, რაც პოლიტიკურად შეთანხმდებით ხელისუფლებასთან ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და არც სხვა ეგეთი პროცედურებისგან. მე სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ხელი მაქვს ჩაქნეული ყოველგვარ სამართლიანობაზე ინსტიტუციების მეშვეობით. ეს ჩემი პრობლემაა და ზოგადად ამ ქვეყნის პრობლემაა, ასე ხანდა რომ მიგვიყვანეს თორე ის რომ აქ ადგილი არსებობდეს, სადაც მე რამის იმედი მექნება. მაშინ ჩათვალეთ რომ მე ჩემთვის ყოველთვის ეს ადგილი იქნებოდა პრობლემის გადაწყვეტის გზა. არის თუ არა ოცნება მოლაპარაკებებზე კონსტრუქციული, როგორი თქვენ შეფასება და რამდენად გაგრძელდება რომ შეიძლება თუ მხოლოდ გუშინდელ შეხვედრაზე მეკითხები, აი უბრალოდ ზურაბ ჯაფარიძესთან მქონდა ცოტა ხანი გასაუბრება მასთან დაკავშირებით თუ რო მხარები როგორ იქცეოდნენ და ყოველ შემთხვევაში ზურაბ ჩემთვის არ უთქვამს რომ იქ რომელიმე მხარე და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელი არაკონსტრუქციული იყო, პირიქით კონსტრუქციულობას ყველა მხრიდან ხაზი ესმებოდა. ანუ ზალბად აინახეთ რაღაცა სამაჩაბების მიღწევა. ყოველ შემთხვევაში როგორც გითხარით, ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებ ამ ამბავს.